მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ დეპუტატ გოგა ხაჩიძის ინიციატივაზე იმსჯელებენ დღეს ბიუროს სხდომაზე. კანონპროექტის მიხედვით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე მცირე ოდენობით უკანონო შეძენა შენახვა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდება. ასევე მომხმარებელი პირველ ჯერზე 500 ლარის ნაცვლად 100 ლარი დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში 300 ლარით. ინიციატივას მხარს უჭერენ ნაციონალურ მოძრაობაში თავისუფალ დემოკრატებისა და ქართული ოცნების წევრებს კი მიაჩნიათ, რომ ეს საკითხი ექსპერტთა კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. საქართველოს ეს პარლამენტი ამ მიმართულებით რაიმეს გაკეთებას აპირებს თუ გეგმავს, ეს საკანონმდებლო ინიციატივა არის კარგი ინდიკატორი, რამდენად ექნება მას ხარდაჭერა. ამჯერად არის 500 ლარი პირველ ჯერზე და შემდეგ უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაში გადადის ან ჯარიმა, ასე ვთქვათ, იზრდება მნიშვნელოვანწილად. ეს ინიციატივა იგულისხმობს იმას, რომ პირველ ჯერზე იყოს 100 ლარი და შემდეგ ჯერებზე 300 ლარი. ეს მოწევის გამო ადამიანის ციხეში არ უნდა ჩავაგდოთ, ეს არის ჩემი პოზიცია. დარწმუნებული ვარ, ფაქციის პოზიციაც ასეთი იქნება. ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეს ვერ შევძელით, არ გვეყვა მის პოლიტიკური, შეიძლება ითქვას, გამბედაობა, ისედაც უამრავ წინააღმდეგობაში ვიყავით. და იმედი მაქვს, რომ ახლა საზოგადოება მომწიფებულია, ძალიან მარტივად არის საქმე, რომ მარიხუანის მოწევის გამო ადამიანის ციხეში არ უნდა ჩაჯდეს. ვერ გეტყვით ეს ბალახი რამდენად საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობის და ამავდროულად მათი ფსიქიკური მდგომარეობის. ასე რომ ფიქრობ სპეციალისტების მოსაზრებების მოსმენის შემდეგ უფრო გაგვიადვილდება ჩვენ მჯერდობა. მარიხუანა მოდი გამოვაცხადოთ მარტო ბალახად, აქედან გამომდინარე თავი დავანებოთ მისი თრობის ქვეშ ყოფი პირების პასუხის მოთხოვნას, ეს საკითხი ამაზე იქნება დამოკიდებული. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების